ეს არის პრეპარატი სულაჟერით ნეიტრალიზირებული, ანუ განადგურებული კორონავირუსები, რომელიც დასტურდება სამმაგი შეღებვის მეთოდით. 3000 გადიდებაზე ფლორესცენტრულ მიკროსკოპში ის შედეგი დასტურდება, რამაც ქართველი მეცნიერის სახელზე მსოფლიოსთვის ახალი სამედიცინო განაცხადი უნდა გააკეთოს. ჩანს, რომ მედიკამენტმა COVID-19-ით დაავადებული პაციენტის სისხლში ვირუსის განეიტრალება შეძლო. ამ ლაბორატორიაში რევოლუციური მედიკამენტი სულაჟერი საქართველოს სახელით და ქართველი მეცნიერის ავტორობით იცდება. ეს ვირუსი არის სამოთავზე ნამდვილად ნეიტრალიზირებული და მას გაცოცხლების უნარი აღარ აქვს. ალექსანდრე თავართქილაძე 42 წლის ქართველი ონკოლოგი. მისი სახელი ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება. ახლა საკუთარ სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სულაჟერს ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასიფიკაცია უკვე მისცა. მისი გამოყენების რეკომენდაცია იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად და ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციების დროს უკვე გაცემულია. მეცნიერი ამბობს, რომ ანტივირუსული პრეპარატი COVID-19-ის პირობებში შეიქმნა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი სხვა გამოწვევის გამოსავლად უნდა იქცეს. გამოსვლების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19-თან დაკავშირებით, როგორც სასტარტო, ასევე შემდგომ ეტაპებზეც, ანუ განვითარების სხვადასხვა ციკლებზე ის ამცირებს და ანეიტრალებს კორონავირუსის როგორც რეპლიკაციას, ანუ გამრავლებას, ასევე პოსტკოვიდურ ეგრეთ წოდებულ დამკვიდრდა უკვე ეს ტერმინი მედიცინაში, პოსტკოვიდური სინდრომების ჩამოყალიბებას. ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ ასობით კვლევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. როგორც თავართქილაძე ამბობს, ეს დიდ ხარჯებთან და დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რაც ცალკეული მედიკოსისა და კლინიკებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ქართულმა მედიკოსმა დამფინანსებლის ძიება დაიწყო. ძალიან ბევრი ნიმუში მქონდა შეგროვებული, რომელიცაც პოტენციურად შეიძლება ქონოდა ვირუს საწინააღმდეგო ეფექტი. შეეცადა მისი გარკვეულწილად მოდერნიზება და მორგება კორონავირუსების ჯგუფის მიმართ, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე გავაკეთეთ ჩვენი საკუთარი რესურსებით, გავაკეთეთ სადღაც 150-დან 200 დოზამდე წარმოება. გადავწყვეტეთ მიგვემართა უახლოესი ლაბორატორიისთვის, სერიოზული ლაბორატორია, როგორც ბოგაზიჩის უნივერსიტეტი ქალაქ ისტანბულში, რომელიც ჩატარდა სრული სპექტრული კვლევა 20,000 ჯერ განზავებითაც კი პრეპარატი არ კარგავდა ვირუსის მანეიტრალიზებელ მოქმედებას და შემოგთავაზა ერთობლივი თანამშრომლობა თურქეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. სრული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან გვინდოდა ეს საქართველოსდან წამოსულიყო, გადავწყვეტეთ საქართველოში გაგვეგრძელებინა ეს კვლევები და ეს პრეპარატი ყოფილიყო ქართული. აქედან გამომდინარე, მიმართეთ რამდენიმე ორგანიზაციას, რამდენიმე ქართულ ბიზნესმენს და პირველი, რომელიც გამოგვეხმარა, ეს იყო ბატონი დავით ხიდაშელი და ფონდი ქართულ. ძალიან აქტიურად, რეალურად მხოლოდ ერთი გასაუბრების შემდეგ და ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ ჩაერთო ფონდი ქართულ, რომელმაც არ ვიცი შემიძლია ვთქვა, რომ წარმოუდგენელი მხარდაჭერა გამოგვიჩინა. ორთავესთან ერთობლივი თანამშრომლობით შედგა საკმაოდ მძლავრი ლაბორატორია, რომლის ანალოგი საქართველოში შემიძლია თამამად ამ ეტაპზე არ არის. პირველი, ვინც ახალი ქართული საქმის ხელშეწყობა გადაწყვიტა, ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. ამბობს, რომ ბიზნესთან ერთად მისი საქმიანობა 25 წელია სამედიცინო და ფარმაცევტული კვლევების დაფინანსებას უკავშირდება. ამიტომ მაშინ, როცა მსოფლიო COVID-19-ს ებრძოდა, ნდობა ალექსანდრე თავართქილაძეს უპირობოდ გამოუცხადა. სტრასბურგში დაახლოებით 10 წლის წინ გავიგე ალეკოს შესახებ. ის კვლევებით არის დაკავებული, იქ იცავდა დისერტაციას. მას შემდეგ იყო ჩართული ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროექტი, არის ვირუსული წამლების სხვადასხვა პროექტები. 2 წლის წინ ძალიან მძინვარებდა ეს მაშინ ეს კოვიდის თემა. კვლევები ჩვენ გადავეცით გერმანულ კომპანიაში. ჩემი როგორც ქართველი ბიზნესმენის დაინტერესება ის იყო, რომ პირველ რიგში ხელი შემეწყო ამ ქართველი მეცნიერისთვის, რომ დაგვემტკიცებინა იგივე მსოფლიოსთვის გისებინა ჩვენი თავისთვის, რომ არა მარტო იმ დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ რამის გაკეთება, არამედ ქართველს ჩვენ რასაც ვაკეთებთ ალეკო თავართქილაძესთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, ხდება მოთხოვნადი მთელი მსოფლიოსთვის. ეროვნული საქმის კვალდაკვალ დავით ხიდაშელი გარკვეული ძალების მხრიდან მისი რეპუტაციის განზრახ დაზიანების მცდელობასა და შეტევაზე საუბრობს. ამბობს, რომ მათი მიზანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესები და ყურადღების უსაფუძვლო ბრალდებებზე გადატანა. რამდენიმე მაგალითად 5 თუ 10 კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს იძახის. მე ესე მგონია, რომ გადააქვთ ყურადღება საზოგადოების ყურადღება არა ძირითად თემებზე. ქვეყანას რა თქმა უნდა ზარალს აყენებს ყველა მათი ეს ზემოქმედება. ჯერ პირდაპირ გამოდიხარ და ბრალდებებს აყენებ,
დამიძახეთ და დამელაპარაკეთ თუ რამე არ დაგაკმაყოფილა და სწორი არ ვიძახით, მე გამოდი და მე გაეციეს ბრალდებები. ჯერ დაკეტაკებია ბრალდებას მოგაყენებენ და მას შემდეგ უკვე მე უნდა შენი თავი დაიცვა და შენი თავი გაიმართლო. ხიდაშელმა ალექსანდრე თავართქილაძეს პირველ ეტაპზე დახმარება ლაბორატორიის მოწყობის კუთხით აღმოუჩინა. მანამდე იყო კვლევები სხვადასხვა ქვეყნებში და საბოლოოდ 6 თვიანი გამოცდა გერმანიაში. როგორც ბიოლოგიური აქტიური დანამატი უნდა გადავიდეს როგორც წამლის მიექცეს წამლის ფუნქცია, ეს არის უფრო მეტი გაცილებით 10-ჯერ მეტ კვლევას ითხოვს. მე ვთხოვი ალიკოს რომ მარტო მე რომ ჩავერთო, არ ევეყოფით, შევქენით ეს ჩვენ კომპანია, ეს ერთობლივი კომპანია ამ კვლევების შემდეგ რომ დავრწმუნდით რომ ეს ნამდვილად ეს მუშაობს და აქვს ამას პერსპექტივა და ამ თითოეულ წამალს საზღვარგარეთ რო ავიღოთ 100 მილიონი დოლარი მიჭირდება წამლების დარეგისტრირებას თითოეულს და მინიმალური სახსრებით რაც არის საშუალება ყველაფერს არც მე არ ვეყოფი და არც ალეკო არ ეყოფა, ამიტომ ვეძებთ ხოლმე ყოველთვის ინვესტორებს, ვინ შეიძლება ჩადოს, ვინ შეიძლება დაინტერესოს. ასე ჩაერთო პროექტში ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი ქართულ, რომელიც ახლა ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სოლაჟერის გამოცდის, დანერგვის, გამოშვებისა და ხელმისაწვდომობის პროცესში მთავარი საყრდენია. საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მხარდაჭერას ყველა იურიდიული წესისა და ქართული კანონმდებლობის მიხედვით ახორციელებენ. მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენაა. სოლაჟერის შექმნის პროცესში ქართულ ახლა 35%-იან წელს ფლობს. ამბობენ, რომ ამ რესურსის გამოყენებას ისევ ქველმოქმედებაში გეგმავენ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ქართულ ათწლეულობის განმავლობაში ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შეეხება კულტურას, სპორტს, განათლებას, მეცნიერებას და გამონაკლის არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ასევე ჯანდაცვის სფერო, რომელშიც ეხლა როდესაც მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს თავს დაატყდა COVID-19-ის პანდემია, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბუნებრივია ჩვენ ვერ დავდგებოდით ამ პრობლემის მიღმა. და როდესაც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ არსებობს ესეთი ქართველი მეცნიერი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ნაკვლევი აქვს ამ მიმართულებით და შექმნილი აქვს გარკვეული მცენარეული პრეპარატი, რომელსაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ბუნებრივია გადავწყვიტეთ, რომ ჩართულიყავით ამ პროექტის მხარდაჭერაში COVID-ის წინააღმდეგ თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის პრეპარატის შექმნა, მით უმეტეს თუ ეს მოხერხდა საქართველოში და თუ ეს გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენი мотиваცია არის მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული მიზნის მიღწევა. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის გადარჩენა, ფონდს ნამდვილად აქვს ფინანსური ინტერესი. ამას არც ვმალავ და ღიად ვამბობთ, უბრალოდ იურიდიული ფორმიდან გამომდინარე ფონდი მიღებულ ყველანაირ შემოსავალს ისევ ახარჯავს თავის საქველმოქმედო პროექტებს. რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. და რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც ესეთ ჩასაფრებით არის ყველა ჩვენი პროექტის მიმართებაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ მათი სქემა და ეს ანატომია, აი ამ შეთხზული ისტორიების ჩვენთვის კარგად ცნობილი არის. ყოველ ჯერზე მოქმედებენ ერთი, ასე ვთქვათ, გეგმით. ეს ანატომია, აი ამ მოვლენის, რომელსაც ქვია ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები ჩვენი ფონდის წინააღმდეგ ჩვენთვის კარგად გასაგები არის და ჩვენ პრინციპში უკვე აღარ გვიგვირს ეს მათი ქმედება. ფონდი ქართულ დავით ხიდაშელი და ინოვაციური პრეპარატის სულაჟერის შემქმნელი მეცნიერი მედიკამენტის წარმოებას საქართველოშიც გეგმავენ. ის რაც გამოცდას უკვე წლებია გადის სააფთიაქო სივრცეებში მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, ხელმისაწვდომ ფასად უნდა გახდეს.